ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს იმ მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას, რომელზეც წარსულში კაური კოეფიციენტების გაზრდის შეთანხმება გაფორმდა, თუმცა ამ მშენებლობების მიერ მათი გადახდა დღემდე არ მომხდარა. საუბარია თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ 7.2 მილიონიან დავალიანებაზე, რომელიც გადავადდება ინიციატივის მიხედვით სამშენებლო კომპანიებსა და პირებს, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრამდე ვერ მოახერხეს. მოსაკრებლის სრულად გადახდა ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება დამატებითი ვადა მიეცემათ. საუბარია 2028 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე, რათა მათ შეძლონ თანხის გადახდა განაწილებული გრაფიკის მიხედვით და მშენებლობების დასრულება. ცვლილება შეეხება იმ პირებსაც, რომლებმაც უკვე მიიღეს სპეციალური შეთანხმება 2017 წლის 1 ივნისამდე. თბილისის მასშტაბით ამჟამად დაახლოებით 10 ობიექტია, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო მოსაკრებლის ჯამური ოდენობა დაახლოებით 7.2 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარეთში აღნიშნული, ინიციატივა მიზნად ისახავს დაუმთავრებელი მშენებლობების რისკის შემცირებას და სამშენებლო სექტორის სტაბილიზაციას. ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ბიუჯეტში დაგეგმილი თანხები ეტაპობრივად, ნაცვლად იმისა, რომ დავების დასრულებას დაელოძონ.